იცით თუ არა, რომ საქართველოში ერთი საჯარო მოხელე საშუალოდ 120 მოქალაქეს ემსახურება? იცოდით თუ არა, რომ საქართველოში საჯარო მოხელის საშუალო ასაკი 36 წელია? ჩვენი ქცევის ნორმები გამორჩეულად ეთიკური უნდა იყოს არა მარტო სამსახურში, არამედ მის გარეთაც. საჯარო სამსახურში დაუშვებელია თანამდებობის პირის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს მისი ახლო ნათესავი. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავის საქმიანობა და არ გამოიყენონ ბოროტად ან პირადი ინტერესებისთვის საკუთარი შესაძლებლობები. საჯარო მოხელის მიერ მიღებული საჩუქრის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი წლიური შემოსავლის 15%-ს. ჩვენ საჯარო მოხელეებს გვეკრძალება სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ქონებრივი სიკეთის მიღება. ყველა თანამდებობის პირი წელიწადში ერთხელ სავალდებულო წესით ახდენს მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონებრივი და ფინანსური რესურსების დეკლარირებას, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი ხილვა შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.declaration.gov. საჯარო სამსახურის ბიურო, ეფექტური და გამჭვირვალე საჯარო მმართველობა.